გაგაცნოთ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ SAIES-ს საჩივრის განხილვის დაწყებას. ყოველ შემთხვევაში ეს საჩივარი უკვე გაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ჩვენ მივიღეთ დადასტურება გუშინ, რომ საჩივარი რეგისტრირებულია. ეს საქმე შეეხება ხმის ფარულობის დარღვევას, რომელიც დაფიქსირდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და თქვენ როგორც გემახსოვრებათ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად მუშაობდა ამ საკითხზე, მათ შორის ჩვენ გამოვიყენეთ ქვეყნის შიგნით არსებული ყველა მექანიზმი სამართლებრივი დავის, შევიტანეთ არაერთი საჩივარი 73 ოლქის წინააღმდეგ და ეს საჩივრები შეეხებოდა ტექნოლოგიურ უბნებზე ხმის ფარულობის დარღვევის გამო შედეგების ბათილობის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, ეს საქმე ეროვნულ დონეზე არ დაკმაყოფილდა და შემდგომ ჩვენ უკვე წარმოგვეშვა უფლება, რომ ამ საკითხზე მიგვემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის და მოგვეთხოვა, რომ ეს საკითხი განეხილა. ჩვენ დავობთ ამ საჩივარში პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლის დარღვევაზე, რომელიც საარჩევნო საკითხებს არეგულირებს, თავისუფალი არჩევნების უფლებას ადგენს ეს მუხლი და ამ მუხლის ფარგლებში ჩვენ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ვამახვილებთ ყურადღებას. ერთი ეხება ხმის ფარულობის დარღვევის პრობლემას, მეორე ეხება დავების გადაწყვეტის უსამართლო პროცედურებს, რომელიც დაფიქსირდა ამ დავების განხილვისას და ასევე მათ შორის საჩივარი შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეს არ აქვს უფლება საკუთარი დარღვეული საარჩევნო უფლების შესახებ დამოუკიდებლად იდავოს და ესეც არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ დავის ფარგლებში განიხილება. კონტექსტი რომ გაგახსენოთ, რას ეხებოდა ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული დავა, ქვეყნის შიგნით ეს უკავშირდებოდა ბიულეტენის უკანა მხარეს, მარკერის კვალის გამოჩენას და ასევე ჩარჩო კონვერტის და იმ პროცედურების გამოყენებით, რომელსაც CESCO ინსტრუქციას უკეთებდა, ამ პროცედურების გამოყენებით ვერ იყო შესაძლებელი, რომ დაცული ყოფილიყო ხმის ფარულობის პრინციპი. ხმის ფარულობა არის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლის დარღვევა, მათ შორის შედეგების გაბათილების ტოლფასი არის, თუმცა ამასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, ეროვნულმა სასამართლოებმა მანამდე საარჩევნო ადმინისტრაციებმა სათანადოდ არ შეისწავლეს ეს საკითხი და მიიღეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ერთადერთი გამონაკლისი, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ეს იყო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ თვითონვე დამატებით ჩაატარა ექსპერიმენტი საქმის განხილვისას და აი ამ ექსპერიმენტის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იმ კონკრეტული ბიულეტენის, მარკერის, ჩარჩო კონვერტის და ზოგადად არჩევნების ტექნოლოგიურ უბნებზე არჩევნების ჩატარების ის ფორმატი, რომელიც იყო დადგენილი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ვერ იძლეოდა ხმის ფარულობის დაცვის გარანტიებს და აქედან გამომდინარე თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათილად ეცნო თეთრიწყაროსა და წალკიაში შემავალი ყველა ტექნოლოგიური უბნის შემაჯამებელი ოქმები, მაგრამ მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება უკვე შეცვალა სააპელაციო სასამართლომ და შედეგად ქვეყნის შიგნით არც ერთმა სასამართლომ არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება ამ საკითხზე. ჩვენ ასევე საბოლოოდ ამ საქმის შედეგი რა შეიძლება იყოს, ეს რა თქმა უნდა არის მათ შორის პრეცედენტული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ დავას, იმიტომ რომ თავისი შინაარსით ისეთ საკითხებს ეხება, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მანამდე არ უმსჯელია და ახლა აი ამ დავის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა, რომ იმსჯელოს და კონვენციის ჭრილში შეაფასოს უკვე ხმის არჩევნების ფარულობის საკითხი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმსჯელებს საკითხის ამ საჩივრის ფარგლებში, მას ექნება შესაძლებლობა იმსჯელოს იმაზეც დავის გადაწყვეტის ის ფორმატი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, გულისხმობს საარჩევნო დავებს, პასუხობს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებს. დანარჩენ საკითხებზე დამატებით შეგვიძლია კითხვების რეჟიმშიც ვიპასუხოთ და დათა ხო არ დაამატებდი რამეს დაამატე და მე კითხვებიც გადადიოდი. მოგესალმებით. როგორც აღენიშნა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა კონკრეტული საჩივარი. ამ საჩივარში ორი ძირითადი მიმართულება არის, რაც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლით, რაც თავისუფალი არჩევნების უფლებას არეგულირებს. ერთი საკითხი მოიცავს თავად არჩევნების ფარულობას, რაც ფუნდამენტური პრინციპია არჩევნების და მის დარღვევის შემთხვევაში საერთოდ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დგება კითხვის
აღნიშვნის ქვეშ, ხოლო მეორე საკითხი შეეხება ამ საარჩევნო დარღვევებზე, გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებზე წარმართულ სასამართლო და საზოგადოებრივ დავების პროცესებს, რომელმაც თავის მხრივ ცალკე შეადგინა არანაკლებ მნიშვნელოვანი დარღვევა საარჩევნო დავების ჭრილში. ამრიგად, ერთი რომ გასაჩივრებულია ფარულობის საკითხი და მეორე ასევე გასაჩივრებულია ისეთი საკითხი, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება, იმიტომ რომ დღეის მდგომარეობით საარჩევნო კანონმდებლობა მოქალაქეებს არ აძლევს შესაძლებლობას იდაოს მთელ რიგ უფლებრივ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის ჭრილში, თუ კი დაიყო მათი უფლებები, მათ ამის შესაძლებლობა არ